უკრაინაში რა თქმა უნდა ომის დროს ფრენები არ არის და ახლა ვარ პოლონეთში და რიგი არის, აი ყვითელი სახე რო არის, იქიდან იწყება რიგი. სულ რამდენიმე ქვეყანა შეგიძლია ომის დროს უკრაინაში გადახვიდე: პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, რუმინეთი და მოლდოვა. და ახლა მე იაში მატარებით გადავდივარ, მაგრამ აგვიანებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხალხია. ახლა დაიწყება უკრაინა 500 მეტრში, 600-ში და ეს არის პოლონეთი. ის პოლონეთი, რომელიც გუშინ წინ იყო რუსული გავლენების ქვეშ. შეხედეთ, სოფელიივით არის და გზაც გადის და სახლებით მოწესრიგებული აქვთ. და დღეს როგორ კარგად ცხოვრობენ, სადღაც 20 წელი არიან, რაც ევროკავშირში არიან. ესე მოხდება საქართველოშიც. როცა ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვშორდებით რუსულ გავლენას. მარჯვენა ფეხით ჩამოვდგი. პატარებიდან ფეხიდან ახთ რამდენი ხალხია. საქართველოში ჩამოვედი. კუბდარი, ოღონდ ცოტა განსხვავებული და აქეთ ხაჭაპურებია. აქ მიდის ჩვეულებრივი ცხოვრება. ზოგადად ლვივში ომის დაწყების დღეებშიდაც ძალიან ცოტა თითქმის არაფერი არ მოხდა, იმიტომ რომ ძალიან ახლოს არის პოლონეთის საზღვართან და ზოგადად როცა ისროდნენ ამ რაკეტებს და ჯარიც მოდიოდა, ძირითადად კიევის აღება უნდათ და მე ვეღარ მოაქცია. ლვივში სიწყნარი არის, ხალხი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, ბავშვებს ასეირნებენ. ამით ძალიან მაგარია. მოკლედ ეს არის უკრაინა ომის დროს. ქართული და უკრაინული დროშები მოკლედ ერთმანეთს ენაცვლება ხოლმე. ძალიან ბევრი ევროკავშირის დროშები თითქმის არ არის და უკრაინული რა თქმა უნდა ყველგან არის და შემდეგი უკრაინულის მერე ქართული დროშებია. მოვედი ტრადიციული რაღაცების საჭმელად. ეს არის კიევური კატლეტი რა თქმა უნდა. წვენი უნდა გადმოდიოდეს როგორც ვიცი. ბარე მოდი ახლა ვნახოთ. მომატყუეს რა არ გადმოდის წვენი. ეს სირნიკია მე მგონი არცი. ეს ვარენიკი და სუპი და სალატი ავიღებთ. აი ეს სირნიკი ჩამოვტეხე და აი ძალიან გემრიელი იყო. უკრაინაში როცა ჩამოხვალთ, შეიძლება ჭამოთ. ეხლა ვფიქრობდი სირენა რო ჩაერთოს და საჭოს რო ჭამდა, რაც უდია რომ უნდა გახვიდე. და საჭველი ჭამა მიადო, მაგრამ ეთყობა აქ ვინც ცხოვრობს უკვე 3 წელი არის ომში არიან და მე მგონი ეგრე აღარც ფიქრობენ რომ ომი არის იქით მეორე მხარეს ფრონტზე. მე უკრაინა უთიათში მოვედი, იმიტომ რომ საქართველოში ბოიკოტში ვარ. ანდრო ჭიჭინაძე და სხვა რეჟიმის ტყვეები როცა არიან, არ დავდივარ თეატრში. ამიტომ მოვედი უკრაინის თეატრში. Та в цьому світі від них нікуди не втекти. სპექტაკლი დაიწყო სიტყვებით იდება უკრაინას და დამთავრდა მადლობა ჩვენს შეიარაღებულ ძალებს. აი ესე ერთსულოვანი უკრაინელი ერი. ჩემს უკან არის ოპერა, საღამოს 9 საათია. აი ხალხი ჯერ კიდევ დადის. ესეც პირველი განგაშის ზარი უკრაინაში. არავის რეაქცია არ ქონდა მაგ სირენაზე. ერთი მე ვიყავი, რამე უნდა ვქნა, ხოდა არაფერი არ გაკეთა, წავედი დასაძინებლად. და ბალის რო დავდე თავი, სადღაც 20 წუთში ისევ მეორე სირენა დაიწყო. გადაბრუნდი და დავიძინე. რა ვიქნა, არავის არ აკეთებდა. ახლა ეს მოგზაურობა უკრაინაში მახსენებს იმ პერიოდს ერთი თვით რო წავედი კორონას დროს სიცილიაზე. ეგეთი კარგი მოგზაურობა მე მგონი საერთოდ არ მქონია, იმიტომ რომ ჩაკეტილი რო იყო საზღვრები, სუიტელელები იყვნენ და ეხლაც მაშინ უკრაინაში სულ უკრაინელები არიან და მოგზაური როცა ხარ ძალიან მაგარია, იმიტომ რომ ტურისტებზე აღარ არის უკვე არაფერი გათვლილი და შენია ფაქტობრივად მთელი ქალაქი და ქვეყანა. 7 საათიანი მოგზაურობა ჯერ გავიდა 4 საათი ვარ.
შემოვატარებ კადრს, რომ გაჩვენოთ კიევი. ეს არის დნიპროს დინარე. სასეირნო ადგილები არის გაკეთებული. იქით მიუყვება სანაპიროს. აქეთ ბავშვები რაღაცას ცეკვავენ. მითხარი რომ უკრაინაში ხარ, ისე რომ არ მითხარ რომ უკრაინაში ხარ. ეს არის ძეგლი რუსი მწერლის მიხეილ ბულგაკოვის. აი აქ სახე ჩანს იდეაში. დაფარულია, მაგრამ ეხლა ნაგვით არის დაფარული. კიევი გელუდებათ გამარჯვების შემდეგ. ამდენი აპირებთ უკრაინაში მოგზაურობას ომის დასრულების შემდეგ. წინა ეკლესია ვერ გაჩვენეთ დაკეტილი იყო. ეხლა მოვედით წმინდა მიხეილის ოქროს გუმბათიანი ეკლესია ესე ქვია. მართლმადიდებლურია, მაგრამ ქართულისგან განსხვავდება. მოხატვითაც და ისედაც სანთლები როგორც ჩვენთან ისე არის. ამის შესახებ ბევრმა ქართველმა არ იცის და ჩვენი რუსკოცებიც რა თქმა უნდა ამაზე არ მოგიყვებიან, იმიტომ რომ ისინი გმირებს არასდროს არ ცემენ პატივს. ეს არის მემორიალური დაფა ნებესა სოდნა ანგელევ მაიდანო, სადაც მაიდნის დროს ორი ქართველი დაიღუპა. ეს იყო ზურაბ ხურცია და მეორე ქართველი იყო დავით ყიფიანი. არის გამოტანილი მემორიალური ომის აღნიშნული ტანკები და საბრძოლო ტექნიკა უკრაინული დროშებით შემკული. კონცეფტს რო დაუჯერო, კიევში შუქი არ არის და ახალგაზრდებს ფრონტზე მიათრევენ. ამას კიევი ნახე რა ხდება. და რუსკოცები აკრიტიკებენ ამ ხალხს. გმირ ხალხს, რომელიც იცავს საკუთარ ქვეყანას. თუ თქვენი ქვეყანა არ გედარდებათ, იმას არ შეასრულოს, სხვასაც არ უნდა უყვარდეს და არ უნდა დაიცვას. მშვიდობა, თქვენი მშვიდობა არის მონობა. ყველაზე ემოციური ადგილი მთელს კიევში. გმირები, რომლებიც იბრძვიან და იბრძოდნენ თავიანთი ქვეყნისთვის. სლავა უკრაინა. საქართველოს დროშაც საერთო მტერთან ბრძოლაში. გმირულად დაცემული ქართველების კუთხე არის აქ. დიდება გმირებს. ირაკლი კურციკიძე. მაიდან ნეზალეჟნოსტი, ანუ უკრაინის თავისუფლების მოედანი, ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი არის უახლეს უკრაინის ისტორიაში. 2014 წელს მახსოვს სკოლის მოსწავლე ვიყავი, რომ ამ კადრებს უყურებდი და თუ რა ხდებოდა უკრაინაში, როგორ იბრძოდა ეს ერი, იმისთვის რომ დაემტკიცებია რუსეთისთვის, ევროპისთვის, მსოფლიოსთვის, რომ ისინი არიან ევროპის ნაწილი, უნდათ ევროპული მომავალი და არ უნდათ წარსულში დაბრუნება. 100-ზე მეტი ადამიანი შეეწირა დემონსტრაციებს. ზურაბ ხურციას ჩამოსვენების ხარჯება მაშინდელმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ არც კი დააფინანსა. ჩვენთვის უკვე არ ახალი არის, რომ თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს ამ ქვეყანაში ერჩიან, მაგრამ ჩვენ ყველას ვალია გვახსოვდეს, რომ საქართველოსთვის, უკრაინისთვის და თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები ყოველთვის არიან უკტავები და ყოველთვის იქნებიან ჩვენს გულებში. ამიტომ ამას ვერანაირი დარე პროპაგანდა და ვერანაირი ქოცური შვიდობის თეორიები ვერ გადაფარავს. ორივე ქართველს, რომლებიც მაიდანზე დაიღუპნენ, აქვთ მინიჭებული ზეციური 100 გმირის ორდენის კავალერი და ეს წოდება მხოლოდ 4 ადამიანს აქვს მინიჭებული და აქედან 2 არის ქართველი. დავით ყიფიანი, ზურაბ ხურცია. ყველა ქართველმა უნდა იცოდეს ეს სახელი და გვარები. ისე მაგარი თაგორიანი ქალაქი კი ყოფილა არ მეგონა.
და რა არის საკაიფოდ რაღაცები და სტუარელებელი. ახლა მოვედი, ეს არის უკრაინელი ხალხის ერის თავისუფლების თაღი. ეძვის არ ვთქვი რა ქვია. დიდი ქალაქი არის, მაგრამ ფეხით შესაძლებელია რაღაც ადგილები, რაღაც არა, ბევრი ადგილი ფეხით მოიარო. აი ესეთი ხედი გვაქვს. შუშის ხიდი არის პანორამული ხედებით კიევზე. აქეთაც გადადის. საფეხმავლო არის. მოიბს და წავიდა, რატო დამეჯდა თავზე. რუსკოცები სულ იმას გაიძახიან, რას და გაგვთოს უკრაინის დროშებიო, არავის არაფერში არ ჭირდებითო, აი ყველა ფეხის ნაბიჯზე საქართველოს დროშები არის. საცხობები, რესტორნები, გენაცვალე, აქეთ შოთიო, სტუმარმასპინძელიო და რავი, მე მგონი უკვე ადგილები აღარაა, სახელები რაც შეიძლება დაარქვა ქართული იმდენია და ეს ქოცური დაბიო პროპაგანდა ვერაფერს ვერ შეცვლის ჩვენი ორი ერის ისტორიაში და თანამეგობრობაში. მაიდნის შორი ახლოს ტერიტორიაზე, როცა გადაადგილდები უკრაინაში, სულ არის ესე გასახსენებლად ფოტოებით და სახელგვარებით და აღნიშნულიც არის სავარაუდოდ აქაც და აი აქ მაიდნის მონაწილე. ერთი დღე ჩავაგდე, არაფერი გადამიღია. როგორც ხედავთ, თავი გავიპარსე. მოლებში დავდიოდი, რაღაცები ვიყიდე, მოკლედ უკრაინის ეკონომიკაში შემოგვს ფული, რომ ომი მოიგონ. ეხლა კიდე ერთ პარკში ამოვედი. გუშინაც წვიმ და დღესაც ნაწვიმარი არის. ახლა ვაპირებ იქ ლავრაში, ეკლესიაში გადასვლას. აქ ისე მონუმენტი არის. მარადიული ხსოვნის გმირების. სავარაუდოდ ძალიან კარგი ქალაქი უნდა იყოს გაზაფხულზე ზაფხულში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პარკები არის. მაგრამ ეხლა რა მოგახსენოთ ნოემბერში. ამეხა სახე ისეთი სიცივეა და კიდე ზევით ამოვედი გადმოსახედზე. ესე იგი, რაც ჩამოვედი, მზე არ მინახავს. სუღრუბელია. ყველა მხრიდან შევეცდები გაჩვენოთ ხედები. კომპლექსივით არის, სხვადასხვა მუზეუმები და რაღაცები არის სანახავი და 200 ჰრივნაღის შემოსვლა. ეს არის მთავარი ლავრა. აი საცობი კი არის. ომიანი უკრაინის შემდეგ საქართველოში, მშვიდობიან საქართველოში დავბრუნდი. იქ სადაც 350 ლარიანი პენსია არის, ბავშვები ზოგან ისე შეშის ფეჭზე ტრებიან სკოლებში და ხალხს უბრალოდ ტროტუარიდან იტაცებენ. ან სათამაშო ჭვიტინა ქათავს თუ აჭყილებთ რუსთაველზე მაგაზას დაიჭერენ. მშვიდობაა, ანუ როგორი მშვიდობა არ მოგიყვავს დავარქვათ თავისი სახელი. ეს არის მონობა. 13 წლის განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან ერთხელაც რო ვერ ჩახვალ, ანუ და ჟელეზკიც კი არის ნამყოფი ენგურთან. და ერთ-ერთი რეფორმა, რაც მახსენდება ჯარის, ის რომ ბათინკები უყიდეს ჯარისკაცებს. და აი ამ ბათინკებით აპირებენ ესენი მშვიდობას. აი ხა კიდე ნეიტრალიტეტი წამოწიეს წინ. გეგონება ბათინკები იქნება ჩვენი ნეიტრალიტეტის გარანტია. ან უბრალოდ საიდან მოდის ესაზრები, არ ვიცი, ან ვინც ამას ეთანხმებით, ან უბრალოდ გაუნათლებელი ხართ ბუდიში, ან უბრალოდ სასარგებლო იდიოტი. შვეიცარიის მაგალითი რომ მოყავთ, გერმანია და იტალია რო გვეყოლება მეზობლად, მაშინ შეგვიძლია რომ ვიყოთ ნეიტრალური. 1918 წლებში საქართველოს ნეიტრალიტეტი არ ქონდა, რომ შემოჯლიგინდა ეს წითელი არმია უკეცრავად. მაშინ მე-19 საუკუნე იყო თმეოცე, კაი და 21-ში 2014 წელს არ იყო ნეიტრალური უკრაინა. უი, აბყირები რატო წავთ. მოკლედ. სასარგებლო იდიოტები ან გაურათლებელი. კაი, ეს სხვა თემა. ეხლა მოვყვები რა ხდება უკრაინაში. უკრაინაში ძალიან დიდი ხანი მიდოდა ჩასვლა, მაგრამ იმდენი ხანი არის ომი არის, რომ მოგეთ ვეღარ დაველოდე ჩავედი. საჰაერო გზები რა თქმა უნდა დაკეტილია, გადავედი მე პოლონეთიდან მატარებელი ასე ისე 15-16 საათი მივიდიოდი, პირველი გაჩერება იყო ლვივი. როგორც კი გადავედი საზღვარზე, ესე მატარებელი ხო გადადის და მეთქი всё, უკვე ომია რაღაცა, ანუ ფსიქოლოგიურად მაინც ისეთი არის რა,
რომ იცი რომ რაღაცა მოხდეს თავში უცებ. მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, როგორც კი ჩამოვედი ლვოვიდან, სადგურზე იმდენი ხალხი იყო, იმდენი, ანუ წარმოვიდგინეთ 40 მილიონი არის უკრაინის მოსახლეობა და ჩვენ 3 მილიონი რო ვართ. იმაიც იგრძნობა, რაც დაცლილი იყოს ესა თუ ის ქალაქი ფრონტზე, ფრონტიდან მაინც აქეთ არიან წამოსული ის ხარკივის, ზაპოროჟიეს, დნიპრის და აქეთა მოსახლეობა წამოვიდა სულ ლვივში და კიევში. რა თქმა უნდა, კიევის მოსახლეობაც გასული არის საზღვარ გარეთაც, მაგრამ ქალაქს არ ეტყობა რომ დაიცახლა, იმიტომ რომ მთელი აღმოსავლეთი წამოვიდა დასავლეთის ქალაქებში. რომ ძალიან ბევრი ხალხი იყო და პირველი შეტყობინება ეგ იყო, რომ ცხოვრება მართლა გრძელდება ჩვეულებრივად. ნუ როგორც იდეაში საქართველოში. დეკემბრის დარბევების და ხოცვა-ჟლეტვის მერე გასული არის 1 წელი, ხალხი ისევ აპროტესტებს რუსთაველზე და დანარჩენი ნაწილი ისევ აგრძელებს ცხოვრებას. ერთი ვიდეო დავდე კიევის ქუჩებიდან, სადაც ხალხმა დაიწყო რა ემღერებათ, რა ეცეკვებათ. ბიბია შენი სამე ხალხს რო ლეწავდე დეკემბერში, ლუკმა არ გადაგივიდა ნერვიულობისგან რა. ხო და ლვივი ზოგადად ისეთი ქალაქი არის რა, ეტყობა რომ ჩისტა უკრაინული ქალაქი არ არის, იმიტომ რომ ბოლოს ბოლო ომის შემდეგ მოხდა უკრაინის ტერიტორიის საზღვრებში. შესაბამისად ეტყობა რომ მაინც რაღაც ზეგავლენა აქვს და ბევრი იმპერიიდან იმპერიის ხელში გადადიოდა მოკრეს ქალაქი და არ ეტყობა რომ თლად უკრაინა არის, მაგრამ თავისი პეწი მაინც აქვს ის უკრაინული. და როგორც კი ჩამოვედი, პირველი რაც შეხვდა ერთი ხალხრობა იყო, მეორე ის რომ ტრამვაი დადის, ანუ ომიან უკრაინაში ტრამვაი აქვთ. და ჩვენ მშვიდობიან საქართველოში ტრამვაი არ გვაქვს, იმიტომ რომ კალაძემ ბიუჯეტიდან ფული მოიპარა. აი. ყოველ ფეხს ნაბიჯზე შეხვდებათ ხაჭაპური. არ ვიცი რატო, მაგრამ ნებისმიერი რესტორნები თუ რაღაცეები, სახელები მეგონი ქართული აღარ დარჩა, ყველაფერს ნაბიჯზე იმდენი რესტორანი და გრუზინსკა ვიპეჩკა შეხვდებათ. და რაღაცაერთ რო ჩავდიოდი, ენაც ხომ მესმის რუსული კარგად ვიცი და უკრაინული შესაბამისად ძალიან კარგად მესმის. თან ეს რაც ხუმი დაიწყო, სულ ზელენსკის მოსმენხობა პირდაპირ ორიელში. და ენაც ვიცი. ეს ისტორიაც ჩვენ და საქართველო და უკრაინა გადაჭაჭულები ვართ ამ რუსეთის გამო. შესაბამისად ესეთი გზნობა მქონდა რომ აქ მე ნაყოფი ვარ. თან ჩემიანები რო არიან, თან მაინც ვერ გზნობ სახში თავს, მაგრამ რაღაცაერად ეგეთი მომენტები ძალიან ბევრი გექნებათ, მით უმეტეს თქვენც ალბათ თუ ჩახვალთ თან ხალხით ძალიან კარგი არიან. რა თქმა უნდა, იქ გზნობა ის დაძაბულობა რაც არის ქვეყანაში მე პირადად ეხა არ ვარ დამყოფი, მანამდე არ ვიყავი დამყოფი უკრაინაში და შესაძლოა ვერ შევადარებ სიტუაციას. მაგრამ იგზნობა რაღაცნაირად თითქოს ხალხი ვერც ხმამაღლა ვერ ცინის, ვერც ხმამაღლა რაღაცას აკეთებს, მაგრამ ნუ ესეთ სტატიკურად მიდის ცხოვრება, იმიტომ რომ ქუჩის მუსიკოსებიც ძალიან ბევრი იყო ლვივში მაგალითად, ძალიან მეყვარს ზოგადად ისეთი ქალაქები, სადაც ქუჩის მუსიკოსები არის და ყველა კუთხეში რა თქმა უნდა ის ომის გამოთაც იყო გამოწვეული, რომ ხალხს პული ეშოვა ამ დაგვით. მაგრამ მაინც თავის ხიბლს აძლევს. იგივე იყო კიევშიც ძალიან ბევრი ქუჩის მუსიკოსები იყვნენ. მოკლედ ლვივში გავჩერდი ერთი დღე, კიევში მივდიოდი უბრალოდ პოლონეთიდან სამ კიევში ჩავწევდი. ჯერ ქუთაისიდან ნაფრენი, შეიძლება სადმე გავეცხო სული. ამიტომ ლვივში დავჭი ერთი დღე, რომ თან ქალაქიც მენახა და თან ცოტა დავისვენო თქო. აი ქუჩაში რო დადიხარ, დაგავიწყდება რომ ომია. აი სირენა თუ არ ჩაერთო და ისიც სირენა ჩაერთო, ღამე წავედი კი, მეთქი რა ხდება? არავის რეაქცია არ ქონდა, მეთქი აი რა ვქნა, ეხლა სხვა თუ არ გარბის ეხლა მე რა ვქნა. ხო და გადავბრუნე დავიძინე. ხო და ეს სირენა თუ არ ჩაერთვება და ესე მოგზაურობდა ხალხი ჩვეულებრივად კაფეებში დადის, სეიმნობს, ბავშვებსაც სეიმნებენ, სკოლაში დადის ეს ხალხი. ვერ იტყვი რომ ომია. შეიძლება რაღაცა განწყობების შიგნით ვიღაცის ახლობლები ფრონტზე არიან რაღაცა, ეგ რა თქმა უნდა, ყველაფერი კი, მაგრამ ესე როცა ტურისტად ჩადიხარ, შესაძლებელია რომ დაგავიწყდეს რომ ომი არის. მოკლედ წამოვედი მეორე დღეს კიევში წავედი მატარებლით, დაჭერდა დაახლოებით 7 საათი, მე მგონი 600 კილომეტრზე მეტი არის დაშორება. ესეთი რაღაცა კუპეებისავით მატარებელი იყო. ჩავედი კიევში და კიევში კიდევ უფრო ისეთი ცოცხალი სიტუაცია იყო, იმიტომ რომ სადგურიდან როგორც გამოვედი, ეგრევე მეთქი რა ხდება, აქ მართლა ომია.
იმიტომ რომ ჩვეულებრივად გატენილი იყო სადგური, მაინც ხა კიევის ცენტრი არის და ყველა დანარჩენი ქალაქებიდან კიევში მოდის გინდა ტრანსპორტი, ავტობუსი, გინდა მატარებელი. იმიტომ რომ ფრენები არ არის. როგორც გამოვედი სადგური და ჩავედი მეტროში და იქაც ძალიან ბევრი ხალხია, ჩვეულებრივად მუშაობს ეს ხალხი, ჩვეულებრივად მოლებში დადიან. რა თქმა უნდა ზოგჯერ შუქიც არ აქვს, მაგრამ რავი, გუშ მაგალითად თბილისშიც ჩაქვს შუქი. So what? ამისთვის სუვერენიტეტი უნდა დათმო. კიევშიც უბრალოდ იგივე სიტუაცია იყო, ამიდების კუთხით არ გამართლა, როგორც კი გადავწყვიტე, სადღაც ერთ კვირაში ვიყიდე ბილეთები და აღარ გავაჯანჭდე და გადავდე, იმიტომ რომ იქ ძალიან ცუდი ამიდები არის. აი მაიდლის კადრებიც რომ ხსოვს, რომ ნოემბრის ბოლოს უკვე თოვლი იდო და ძალიან სიცივეები იყო, მეთქი საზოგადოებრივ თუ გადავწყვიტე წადი, იმიტომ რომ ეხლა უკვე მაგალითად თოვს და მინუსი არის და ლვივში საერთოდ ხო მოთოვა და მე ძალიან კარგი ამიდი მქონდა გადაკრიული მოიცა ყველაფერი კარგად ნახე. კიევშიც უბრალოდ იგივე სიტუაცია იყო, რომ დადიხარ ქუჩებში ვერ გებულობროვია, მაგრამ რაღაცა ქუჩას რო შეტეხავ და არის ტურისტი ხარ, გადააწყვეტები რაღაცა სახელმწიფო დაწესებულებას და იქ უკვე ბარიკადები შეიძლება შეხვდეს, პოლიცია რომელიც გამოწმებს იდენტიფიკაციას გიკეთებს, რომ ქუჩა გაიარო და აი ეგეთი უსაფრთხოების ნორმები არის გამკაცრებული. თორე ისე თეატრიც მუშაობს ძალიან ჩვეულებრივად, ხალხი სპექტაკლებს ესწრება და ჩვეულებრივი ცხოვრება შეიძლება დაარქვა ომში ყოფნას, ეგეთი იქნება. როგორც საქართველოში იდეაში რა აგვისტოს ომში რო რესტორნები გადატენილი იყო, ისე არის და ეხლა წარმოგიდგენთ 4 წელი რო არის ომი, სხვანაირად ალბათ არ იქნება, ანუ ყველა ერთ აზრზე უბრალოდ ესე ყველა ერთადნაირად შეკრული იყოს როგორც საქართველოში, არც რეჟიმი იქნებოდა 1 წელი უკაცრავად. მაგრამ რაღაცები ლაგდება, ეჩვევა, ან მერე სტატიკური ხდება და რაღაცა გარკვეული დროის შემდეგ. უკრაინის ომს და გამარჯვებას რაც შეეხება ჩემი პირადი აზრით დავაფიქსირო, ვერანაირმა პროპაგანდამ ვერ უნდა გადაგიღუნოთ ტვინი ისე რომ თქვენ უკრაინის მხარეს არ იყოთ. ვერანაირმა. უკრაინა ამობს გაიმარჯვებს, იმიტომ რომ 3 დღეში უნდა აიღოთ კიევი და 4 წელიანი უკვე ქვეყანა იბრძვის, ამიტომ ჰოლოდოგომორის გადატანილი ქვეყანა და ქვეყანა რომელმაც მაიდანი მოაწყო, არანაირად არ დაუჩოქებს რუსის დაჟანგებულ ტანკს. და ჯოხარ დუდაევი ერქვა მე მგონი ჩეჩნეთის მმართველი ვიც იყო, როგორც კი უკრაინის მზე ამოესვენება და არა როგორც კი უკრაინის მზე ამოა, მაშინ ჩაესვენება რუსეთის მზეო და იმედი ამოესწრებით მაგ დღეს. ეს ხუთი სხვათა შორის მივიდა უკრაინაში, იმიტომ რომ შემეტანა ჩემი წვლილი მათ ეკონომიკაში და დავხმარებოდი. იმიტომ რომ აქ ბოიკოტში ვარ, მოლებში არ დავდივარ. ზუსტად ეს რა. და არც თეატრში არ დავდივარ, სანამ ადრე ჭიჭინე და დანარჩენი რეჟიმის ტყუები ყავს ქვეყანას, მე არ დავდივარ ეგეთ ზავიძენიებში. უკრაინაში კიდევ მინდა წესვლა, იმიტომ რომ მარტო ლვივი და კიევი არაფერი არ არის, იმხელა ქვეყანა არის უძველეს კიროზე ხოლმე 2000 რაღაცა კვადრატული კილომეტრი თავისი ლუგანსკის, დონბასის და ყირიმის ჩათვლით, სულ ესეთ მესეჯებს ამგზავნეს, რომ ეს ომი არ მგონია რომ მალე მორჩეს, იმიტომ რომ ამ ტერიტორიების დაბრუნება უნდა. და არც ხალხში არ არის ის განწყობა, რომ ომი მალე მორჩება. ნუ არ ვიცი. მაგრამ რაც არ უნდა და როგორც არ უნდა მოხდეს, თქვენ მტრის მხარეს არ უნდა იყოთ, ამიტომ უკრაინას უნდა მოგუჩნდებოდა, რომ ყველა მინდა უკრაინის გამარჯვება არის საქართველოს გამარჯვებაც. თუმცა ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ. მარტო უკრაინის იმედზე ვერ ვიქნებით. მოგეთ, ეგ არის რა. დიდება გმირებს, რომლებიც ეწირებიან საქართველოს, უკრაინის სუვერენიტეტს, თავისუფლებას, ტერიტორიულ მთლიანობას. სლავა უკრაინე. Героям слава!